თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ექიმის გიორგი ახობაძის პროცესი გაიმართა. სხდომაზე პროკურატურის ორი მოწმე დაიკითხა. პროცესზე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია ბრალდებულ ექიმს დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა, რასაც წინ გიორგი ახობაძის მიერ ფურცელზე გაკეთებული წარწერა უძღოდა. ამ ფორმით ახობაძე სრულ მოწმეებზე მიუთითებდა. როგორც ექიმის ადვოკატი ამბობს, დღევანდელ პროცესზე დადასტურდა ფაქტი, რომ პოლიციელებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჩხრეკის პროცესი გადაეღოთ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. დაკითხვის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ პოლიციელებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოეპოვებინათ ნეიტრალური მტკიცებულება, მათ შორის ჰქონდათ მობილური ტელეფონები, რომ ეწარმოებინათ გადაღება ჩხრეკის დროს, მაგრამ ეს ან არ გააკეთეს, ან განზრახული ჰქონდათ წინასწარ, რომ არ გაეკეთებინათ, ვინაიდან გიორგი ახობაძეს ბუნებაში არ ქონია ნარკოტიკული საშუალება და არ ინახავდა. მოწმე პოლიციელმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მას ტელეფონი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ იგივე მოწმე პოლიციელი ჩხრეკის ოლქს აწერს ხელს, მაშინ როდესაც ჩხრეკის ოლქში არის ასახული, რომ მობილური ტელეფონის, მათ შორის მობილური ტელეფონის არარსეობის გამო თითქოს ვერ განხორციელდა გადაღება. გიორგი ახობაძის ბრალდების საქმეზე დაიკითხა ორი პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც საუბრეს მათთვის ცნობილი ფაქტობრივ გარემოებებზე, ერთმა უშუალოდ ვის პირად ჩაატარა სასამართლოს მოახსენა ის გარემოები, თუ რა ვითარებაში ჩატარდა პირად ჩრეკა. საქმეს გაგრძელდება მტკიცებულების გამოკვლევა, მათ შორის დასაკითხი არიან სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები. Tam ჩვენების მოსვენის შედეგად დადგინდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოები, რაზეც სასწრაფოდ ხარები დაუყო. ერთ-ერთი მოწმე დეტექტივი გიორგი ხერგელია დღეს პროცესზე ამტკიცებდა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ახობაძეს და მის თანხმლებ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდათ, როგორც პირადად, ისე სახლში და მანქანაში. მოწმეს კითხვები დაუსვა თავად გიორგი ახობაძემაც. ექიმმა მოწმე პოლიციელს კითხა, რა პრინციპით გაჩხრიკეს მხოლოდ მისი სახლი და არა მისი თანხმლები პირის და ასევე რატომ არ გადაიღეს ჩხრეკის პროცესი. როცა თქვენ გადმოგცეს ინფორმაცია ატაკის მიხედვით, რა გითხრეს? ნარკოტიკი გიორგი ახობაძესაც ექნება და თანხმლებ პირსაც. თანხლებ პირსაც, კი. ორივეს ექნება. ორივეს ექნება პირადადაც და სახლშიცო? ანუ გიორგი ახობაძეს პირადად მანქანაში და სახლში. და თანხლებ პირსაც, ასე ვთქვათ. მანქანაში პირადადაც და სახლშიცო. და აი თანხლები პირის სახლის ჩხრეკვა ჩაატარეთ? მოგახსენებთ არ ჩამიტარებია. არ ჩაგიტარებია. თქვენ მოგაწოდეს ეს ინფორმაცია გადმოგცეს, ზუსტად გადმოგცეს, რაც ეწერა პატაკში. ხო, ამას ადასტურებთ თქვენმა ხელმძღვანელებმა. გითხრეს, რომ ლევანის თანხლებ პირსაც და გიორგისაც პირადადაც მანქანაშიცო და სახლშიც ექნებათ ნარკოტიკული საშუალება. ლევანის სახლი რატო არ გაჩხრიკეთ? ანუ არა უშავს? არა, მე კონკრეტულად თქვენს მიმართულებით, ანუ მაგ კითხვას მე ნუ დამესმევთ, აქ შესაბამისად მოვა გამომძიებელი ზოგადად და გადაწყვეტილების მიმღები პირი. შეგიძლიათ მითხრათ მიზეზი, რატომ მოხდა ჩვენი ამ 7 თუ 10 მეტრით ერთმანეთისგან დაშორიშორება? მაგას ვერ მოგახსენებთ ახლა ალბათ. ისთავად ვერ მომახსენებთ ხო? სიტუაციიდან გამომდინარე. რა ხდებოდა სიტუაცია, რამ გაიძულათ, რომ მე და ჩემი თანხლები პირი 10 მეტრიანი დაშორებით, დაახლოებით 3 სართულიანი სიმაღლის სახლის დაშორებით ერთმანეთისგან გაგეცალკავებინეთ. რა ხდებოდა? მოგახსენებთ, მე კონკრეტულად მქონდა თქვენთან პირადი შემხებლობა, ის რატო გავიდა 7 მეტრში, რატო 6 მეტრში არ იდგა, მაგაზე ვერ მოგახსენებთ. ასაგებია, მაგრამ ნახეთ თქვენ ახლა როგორც თქვენ ჩხრეკის ოლქში წერთ და სავარაუდოდ ამის იდენტიფიცირება თავიდან მიხვდით, რომ ისეთი სიტუაცია იყო, როგორც აღწერთ, რომ 3 ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პოლიციელი და ხელბორკილებით ვერ ახერხებდით ფიზიკურად და ტექნიკური საშუალებების არ ქონის გამო, მათ შორის წერთ, რომ ტელეფონები სამივეს ჰქონდათ. მიხვდით ხო თავიდან რომ გადაღებას ვერ მოახერხებდით. ისე მოგიწევდა ჩხრეკა. მიხვდით ამას თავიდან რომ განვახორციელეთ გადაღების გარეშე. ახობაძის საქმეზე შემდეგი პროცესი 10 ივნისს ჩაინიშნა. სხდომა ისევ ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელების გამოკითხვით გაგრძელდება. ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას ედავებიან. დანაშაული 8-დან 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.